ახლა გათქმევინებ აუცილებლად. ჩვენ ახლა ვკითხულობთ ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს და ვართ ამ მომენტზე. ნუ გეშინია, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის ვაჟკაცობისთვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება, წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო. ანუ შეკითხვა რა იყო? რატომ შეინდო ქართველმა მეომარმა ეს მტრის ჯარისკაცი? რატომ უთხრა ეს სიტყვები და რა იგულისხმა მის ვაჟკაცობაში? აბა თქვენი აზრი მაინტერესებს. რატომ აპატია და ნახეთ რა შეუბნება ნახეთ, შენი თავი, შენი ვაჟკაცობის სიცოცხლე აჩუქა, ანუ შენი თავი მიპატიებია, ანუ სიცოცხლეს გაჩუქებ იმის გამო, რომ შენი ვაჟკაცობის გამო. რა დაინახა იმ ვაჟკაცობაში? ელენე, წეღან ხელს იწევდი. ხმა მაღლა რომ ვიდეოში ისმოდეს. აბძანდი ფეხზე, აბძანდი. ყველანაირი აზრი მისაღებია, უნდა მოვისმინო ყველას აზრი, ასე რომ არ მოგერიდოთ აზრის გამოთქმა. არავითარ შემთხვევაში ჩვენი წესი რა არის? არ დავცინით ერთმანეთს აზრის გამოთქმის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა კი არა და რა ვიცი როგორ ვთქვა. ეს არ არის მართალი და რაღაცა ესეთი პოლემიკა არ მიდის, ხო? ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მშვიდად, წყნარად, იმიტომ რომ იმან იცის, რომ არავინ არ შედავება ცუდად და ან არ დასცინებს და ან არ გაიცინებს და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებლად გამოთქვით აზრი. მანამდე რა იყო? ეს მეომარი გამოვიდა თავისი რაზმიდან და დაიწყო მოედანზე თამამად სიარული, ხო? ქართველებსა და თავის ბანაკს შორის. სარიელ მოედანზე გადიოდა და გამოდიოდა. აი, ამაზეა საუბარი. და შინაარს ავწდით მე მგონი. წეღან სხვანაირი პასუხი გამეცა. ის ხუთი ცალ-ცალკე გამო. კარგი. კიდე ვინ იტყვის? კიდე ვინ? აბა, მეორე ვინ იყო წეღან? რა თქვი შე? მეტყვი? შენაც აბა მითხარი? ცოტა ჩქარა? ნიკოლას უნდა რომ ის ანუ მოეკლა და ის რომ იყო სამეფოს სისხლი. კარგი, კიდე ვინ მიპასუხებს? შენ ამბობდი, ოთარაშვილი, მიდი. კარგად ამბობდი რაღაცას. მე რაზე